ალგეთ ვილსო და დავიწყოთ, ხო? ისეას გამკვეთი სიკვდილითა სიკვდილისა დამხმელი და საფლავების შინათა ცხოვრების მინიჭებელი ისეას გამკვეთი სიკვდილითა სიკვდილისა დამხმელი და საფლავების შინათა ცხოვრების მინიჭებელი ისეას გამკვეთი სიკვდილითა სიკვდილისა დამხმელი და საფლავების შინათა ცხოვრების მინიჭებელი დავძანდით ყველამ კარგად იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ჩვენ გავიარეთ მცნებები, მე პირადად ჩემს ლექციებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, თორემ მამები სხვადასხვა თემებზე გესაუბრებიან ხოლმე თქვენ, მაგრამ მე ჩემი კურსი მაქვს და ამ კურსს მივყვები. ჯერ ჩავთვალე საჭიროდ, რომ აუცილებლად გავივლო მცნებები, იმიტომ რომ მცნებები არის ის ბაზა და ის ფუნდამენტი, რაზეც არის დაფუძნებული მთლიანად მთელი ძველი და ახალი აღთქმა და ხიდი არის, ასე ვთქვათ, ძველსა და ახალ აღთქმას შორის ეს მცნებები გადებული და განსაკუთრებით ჩვენ ბოლო მცნებაზე ვისაუბრეთ, წინაზე ვიმზადებოდით მეათე მცნებაზე და მე მოვახდინეთ შეჯამება მთლიანობაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და განსაკუთრებულად მეათე მცნება, რომელიც გვეუბნებოდა, რომ არა მხოლოდ საქმით არ უნდა ჩაიდინოთ ცოდვა, ან თუნდაც სიტყვით. ანუ მხოლოდ გამოხატული ცოდვა კი არ არის დანაშაული ღვთისწინაში, არამედ შენს გულში აღბეჭდილი და შენს ფიქრში ეს უკვე ცოდვაა, იმიტომ რომ ეს უკვე შენია. შენი დანაშაულია. და გვეუბნებოდა ჩვენ ივანე კონშტანტელი, რომ აი შიგნით რაც ახარო, შენ ფიქრში რაც ახარ და შენ გულში რაც ახარ, ის ხარ შენ სინამდვილეში. მთელი მცნებების განმავლობაში ჩვენ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ აი სწორედ ამასთან დაკავშირებით, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია სულიერი ასპექტი ნებისმიერი მცნებისა, რომ დავაკვირდეთ და მივაქციოთ ყურადღება არა მხოლოდ ჩვენს აქციელს, არა მხოლოდ ჩვენს სიტყვას, არამედ ჩვენს ფიქრებს უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ფიქრებიდან იწყება ნებისმიერი ცოდვა. ფიქრიდან შემოდის და ფიქრი თუ არ დაბლოკე, ფიქრი თუ არ შეაჩერე დროულად, ის აუცილებლად სიტყვადაც გადაიქცევა. სიტყვა უკვე ნაწილობრივი საქმეა, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ სიტყვით შეიქმნა მთელი სამყარო. და სიტყვით შეიძლება ადამიანი მოკლა, სიტყვით შეიძლება მკვდარი ადამიანი გააცოცხლო. სულიერად მკვდარს გულისხმობ ამ შემთხვევაში. თუმცა შეიძლება ფიზიკურად მკვდარიც გააცოცხლო. თუ შენ სიტყვაზე ზალა მოყვება და თუ უფალი არის შენთან და იცით თქვენ მსგავსი მაგალითები ხო სახარებიდანაც და საქმო ციკლთანაც ბიბლიიდანაც ძველი ათმიდანაც მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით უმთავრესი და ყველაზე მთავარი არის ფიქრი საიდანაც მოდის ყველაფერი საწყისი საიდანაც იწყება ყველაფერი და გავამახვილეთ ყურადღება იმაზე რომ თუ ძველი ათქმა უმთავრესად რაღაცა ქცევით შეზღუდებზე იყო ორიენტირებული, რომ თქვა ის არ გააკეთო, ის არ მოკლა, არ იმრუშო, იმას სული არ წაართვა და ასე შემდეგ. ახალი ათქმა უკვე მთელ აქცენტს აკეთებს აი სწორედ შინაგან მეზე, შინაგან ადამიანზე, რომლის ასე ვთქვათ, ანარეკლიც არის ის ქმედებები თუ სიტყვები, რომელსაც უკვე ადამიანი ამბობს. უფალი იტყვის თვითონ სახარებაში ჩვენ მივალთ ამ ადგილამდე აუცილებლად ჩვენი ერთ დღეს, სადაც ამბობს რომ სავსებისაგან გულისა ენა იტყვისო. ანუ ის რაც გულშია, ის ამოითქმება მე ადამიანის პირიდან. ამაზე ჩვენი შოთა რუსთაველი გადასარევად ამბობს, რომ კოკასა შიგა რაც ადგას, იგივე წარმოდინდებისო, ხო? ესეც არის ისეთი უდაო ჭეშმარიტება, რომელსაც წყალი არ გაუვა, არც ერთი წვეთი, შემოწმებულია მილიონჯერ საუკუნეების განმავლობაში უამრავი ადამიანის მიერ და ნამდვილად ასეა. ჩვენ გავიარეთ მცნებები, ანუ ვინც ბრძანდებოდით, ვინც ესწრებოდით სამწუხაროდ, აი ჩემთვის პირადად ძალიან უნდა საწყვეტი იყო ის, რომ ძალიან დიდი შუალედი გქონდა ჩვენ მცნებასა და მცნებას შორის ფაქტიურად ერთი წელი მოვანდომე 10 მცნებას, იმიტომ რომ თვეში ერთხელ ხანდახან უფრო მეტი შუალედი გვიწევდა, თქვათ, როცა რაღაც დღესასწაული ემთხვეოდა, აი ესეთი შუალედით გამოგვდიოდა ჩვენ მცნებების განხილვა და აი ეს იყო ერთადერთი ის, რაზეც მე გული მეთანაღრებოდა, დღესაც ესე ცუდად მახსოვს, არ მინდოდა რომ ესე მოხდარიყო, მაგრამ რა ვქნათ ახლა როგორც მოგვიცა საშუალება, ისე გავაკეთე. ვისაც უნდოდა და აინტერესებდა, იმან მე იმედი მაქვს რომ რაღაცა გარკვეული სარგებელი მიიღო აქედან და გაიაზრა და მთელი ჩვენი აქცენტი გადატანილი იყო იმაზე, რომ გვეთქვა და გაგვიაზრებინა, რომ ყველა მცნება საბოლოო ჯამში ერთია. ერთ მცნებაში იყრის თავს და ამ მცნებას ქვია გიყვარდეს. და აი ამ მცნების განმარტება არის 10-ვე მცნება, თუ რას ნიშნავს გიყვარდეს. იმიტომ რომ პავლე მოციქული გვეუბნება და გვიხსნის ერთ-ერთ ეპისტოლეში, რომ სიყვარულს როგორი თვისებები აქვს და ჩამოთulis იქ. აი სწორედ იმ თვისებებს
რომლებიც ცნებებში იყო. რომ არ უნდა გშურდეს, არ უნდა გძულდეს. სხვისი არ უნდა მოინდომო. სხვა სუდი არ უნდა უსურვო. აი ეს ყველაფერი ჩამოთვლილი იყო სიყვარული არა მაღლუინო, ანუ არ ამპარტავნებს. ანუ ყველა სიყვარულს არ ჭირდება იმის შეხსენება, რომ დედა არ უნდა მოკლა, მამა არ უნდა მოკლა, ვიღაცა არ უნდა მოკლა, პატივი უნდა სცემშობელს. რო არ უნდა იმრუშო, ცილი რო არ უნდა დასამო და ადამიანს გული არ უნდა ატკინო. ანუ ეს ყველაფერი სიყვარულში წერია. მაგრამ წერია სულიერად გზნობიარე და ფაქიზი ადამიანისათვის. და არა სამწუხაროდ ყველასათვის, იმიტომ რომ დღეს იმდენად მოახდინეს დღევანდელ სამყაროში მთელი ღირებულებების გადაფასება, რომ ჩვენ თავიდან გვიწევს ეხლა სწორი ორიენტირების ჩამოყალიბება ადამიანებისათვის. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს იყო ასე ვთქვათ პირველი ჩვენი შეხება აი ამ ყველაფერთან, ცნებები და ცნებების შემდეგ მე აუცილებლად ჩავთვალე და ვისაუბრე ჩვენ მამებმა და ესე გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად დავიწყოთ წმინდა წერილის, ანუ სახარების განმარტება. წმინდა წერილი მთლიანობაში გულისხმობს როგორც ძველ აღთქმას, ისე ახალ აღთქმას, ანუ მთლიანობაში ბიბლიას, მაგრამ ჩვენ კონკრეტულად ეხლა აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას ახალ აღთქმაზე. თქვენ შეიძლება ახლა გაგიკვირდეთ, რომ რა თქვა ქრონოლოგიურად წესით თითქოს ძველი აღთქმიდან უნდა ვიწყებდეთ, ხო? იმიტომ რომ ის უფრო თქვა ადრე იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ქრონოლოგიას მნიშვნელობა არ აქვს, დამიჯერეთ, იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა მარადისობაში ნათქვამი სიტყვაა და აქედან გამომდინარე არავითარ მნიშვნელობა არ აქვს, თქვა სად რას გადაანაცვლებ. თავარი ის არის, რომ წმინდა წერილში ცენტრალური ადგილი უჭირავს განკაცებულ მაცხოვარს და განკაცებული მაცხოვარი მოდის ახალ აღთქმაში. ახალი აღთქმიდან მოვიდა ხსნა. ძველ აღთქმაში ხსნა არ იყო. ძველი აღთქმის მართლებიც კი სასუფეველში ვერ ხვდებოდა. ნუ ეს ალკე თემა, ამაზე ჩვენ მე ვისაუბრებ თავის დროზე დაწვრილებით, მაგრამ ეს ისე რო იცოდეთ. ანუ მანამდე არსებობდა ესეთი პირობითი სახელწოდების ადგილი, სამყოფელი მართალი ადამიანებისათვის, ძველი აღთქმის მართლებისათვის, რომელსაც ერქვა პირობითად აბრაამის წიაღი. და ეს იხსენიება სახარებაში. თვითონ მაცხოვარი ახსენებს, როდესაც ლაზარესა და დიდრის იგავს ყვება. და სასუფეველში ვერც ერთი ადამიანი ვერ შედიოდა, ანუ ვერც ერთმა ადამიანმა თავისი ძალით ვერ შეძლო დაებრუნებინა ის უკვდავება და ის უხსნელება, რომელიც ჰქონდა თავიდან სანამ დაეცემოდა ცოდვა. ამის დასტური იყო ის, რომ ვერც ერთი ადამიანი სიკვდილს ვერ გაექცა. ანუ ყველა შთანთქა ჯოჯოხეთმა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეწოდება პირმშო შესვენებულთაგან, წმინდა წერილის ენით, ეს არის იესო ქრისტე, რომელსაც ახალი ადამიანიც ეწოდება, რომელმაც ერთმა და ერთადერთმა და პირველმა კაცთა შორის, ვისაც კი ოდესმე უარსებია და პირველმა და ერთადერთმა შეძლო, რომ სიკვდილი დაეთრგუნა. ანუ განიცადა მანაც ხორციელი სიკვდილი ისე როგორც თითოეულმა ადამიანმა მანამდე, მაგრამ მათგან განსხვავებით იმ სიკვდილს გაექცა. გამოუცხლდა კლანჭებიდან და დაარღვია ჯოჯოხეთის მთლიანობა. ამასთან დაკავშირებით, ვინც აღდგომად ბრძანდებოდით, მე წავიკითხე იოანე ოქროპირის ქადაგება, რომელიც ყოველთვის იკითხება ცისკრის ბოლოს, სანამ ჟანობა და წირვა დაიწყებოდეს, რომელიც არის ჰიმნი აღდგომისა, საოცარი დიდების მეტყველება, ჩემი უსაყვარლის ქადაგება, სადაც აი გამოხატული იყო აი ეს სიხარული თითოეული ჩვენთაგანის და თითოეული ქრისტიანისა, იმით რომ ქრისტემ შეძლო მოახერხა სასუფეველის დაბრუნება ცოდვილი ადამიანისათვის და სიკვდილის პლანჭებიდან გამოხსნა. ამაზეც ვისაუბრეთ ჩვენ, რომ სიკვდილი იყო შედეგი ცოდვისა. ცოდვამ განაპირობა ადამიანში სიკვდილის შემოსვლა და შესაბამისად, როდესაც გაჩნდა პრეცედენტი იესო ქრისტეს ცხოვრების მიერ, რომ მან ისე იცხოვრა, რომ მის სულ ცოდვა არ შეხებია, აი სწორედ ფიქრის დონეზეც კი, ჩვენ ვიცით ხო სამი სახის ცოდვა არსებობს, ფიქრით, სიტყვით და საკვით. ფიქრის დონეზეც კი იესო ქრისტეს სულში ცოდვა არ შესულა. ბევრჯერ შეუტია ეშმაკმა, იცით თქვენ ეს ახარებიდან, მაგრამ ვერ დაიმორჩილა, ანუ ვერც ერთ ცოდვაზე ვერ წამოიკიდა. სიკვდილამდეც კი. და სიკვდილის წინ ყველაზე დიდი ბრძოლა მიიტანა მასთან ეშმაკმა, როდესაც ნელი სიკვდილი ტანჯვით მიუსაჯეს მას სიკვდილი
ჯვარზე გააკრეს და ეს ჯვარზე გაკრული კაცი უყურებდა სანახაობისათვის მოსულ ბრბოს, რომლისთვისაც მას სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. ეს იყო უკანასკნელი დიდი განსაცდელი უფლისათვის, მისი ადამიანური ბუნებისათვის. და მას მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად სრული უფლება ჰქონდა და საფუძველი რომ ეს უმადური ხალხი დაესაჯა. მაგრამ მან ეს არ გააკეთა. და აი ამით მოახერხა სწორედ რომ სიკვდილით სიკვდილს ზლია. სრულად დადგა მაღლა ყველა ცოდვაზე. ყველა იმ ცოდვაზე, რომელიც ადამიანის ბუნებაში და ადამიანის ბუნებაში შევიდა დღიდან 60-ში დაცემისა და შემდეგ უფრო და უფრო გამრავლდა და განიტოტა ყველა ადამიანში და თითოეული ადამიანის სულში. ნიკა დახურე ერთმანეთს. სანამ მახსოვს მინდა შეგახსენოთ რა, რომ თუ ვინმეს ტელეფონი ჩართული გათიშეთ ძალიან ხოთ რა. ან გათიშეთ, ან ვიბრაციაზე გადაიყვანეთ, იმიტომ რომ აი და მინდა გთხოვთ რომ ამას ნუღა შემახსენებინეთ ხოლმე რა, თორემ მართლა რაღაცას დავუკიდეთ ნიშანს რომ არ არის. ხა თუ მოდიხართ აქ ღვთისმსიტყვის მოსასმენად, მაშინ მოусმინოთ ამას და ხა თუ ვიღაცას ძალიან მნიშვნელოვანი ზარი გაქვს და იმას ეუბნებით, მაშინ ჩემი თხოვნა იქნება რომ ნუ შემოყვათ, ნუ დაესწრებით იმ დროს, მე არ მეწყინება. ჩანაწერები არსებობს და მე აიღებთ და თქვა მოისმენთ იმას რა, თუ ძალიან დაგაინტერესებთ. თუ არა და ძალიან გთხოვთ რა, შეელიეთ ხოლმე, აი როგორც მსახურებაზე მოდიხართ და იმ დროს თქვა არ პასუხობ ტელეფონს, ხო, აი ესე იყავით ხოლმე რა. და სახშიც გააფრთხილეთ ხოლმე, როცა მოდიხართ. ხო, აი ამ დროს მიდიხართ ისეთ ადგილზე, სადაც ვერ უპასუხებთ რა და მომჩა და გათავდა. არ არის ეს ძნელი, დამიჯერეთ რა. იმიტომ რომ ვითომ არაფერი და აი მანქანამ გააიარა და დაასიგნალა უკვე აი ამომაგდო იმ რაღაცა განწყობიდან რა და თითოეული ზარი ტელეფონისა უკვე რაღაც სხვა განწყობაზე გადავყავათ რა და ჩემი თხოვნა იქნება და ძალიან გთხოვთ რომ აღარ გამომეორებინოთ ხოლმე რა იმიტომ რომ მე თვითონაც მეუხერხულება ამის თხოვნა თქვენთვის რა მე თვითონ მიუხედავად იმისა რომ გაფრთხილებული მყავს ყველა რომ არასოდეს არ ვთიშავ ტელეფონს ამ დროს ვთიშავ ტელეფონს თიშავ მართლა რასაც ქვია ანუ რაღაც ამას აქვს რაღაც რეჟიმი რა თვითფრინავის რეჟიმი სადაც უბრალოდ აი მექანიკურად არის ჩართული არანაირი ზარი შიგნით არ შემოდის აბსოლუტურად ვინმე რო დაარეკოს უპასუხობს რომ გამორთულია ტელეფონი და ძალიან გთხოვთ რომ თქვენს ეს მოიქეცეთ რა ქრისტემ დააგვიბრუნა ჩვენ სასუფეველი ამიტომ ჩემო კარგებო ახალი აღთქმა არის სწორედ ყველაზე არსებითი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით ახალი აღთქმიდან წამოვიდა ხსნა ქრისტემ გამოგვიხსნა ჩვენ ცოდვისაგან და სიკვდილისაგან ძველი აღთქმა მოდი მაშინ ორი სიტყვით ვთქვათ რა არის ძველი აღთქმა ეს არის ესე ორი სიტყვით რო ვთქვათ წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის შესახებ ანუ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ აი ამ დღეს როდესაც დადგებოდა ეს ნანატრი დღე მთელი კაცობრიობისათვის ვისაც კი უარსებია და ვინც იმის შემდეგ იარსებებდა ანუ ჩვენთვის და აი კიდევ რო დაიბადებიან ადამიანები ყველასათვის აი მთელი კაცობრიობას მოიცავს ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყანაზე და აი თვითოული მათგანის წინასწარმეტყველება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა იყო მხოლოდ აი ამ მოვლენის მიმართ რომ დადგებოდა ეს ნანატრი დღე მთელი კაცობრიობისათვის, როდესაც მოევლინებოდა უფალს ამ ქვეყანას უფლისაგან აღთქმული მესია, ხსნელი, რომელიც გამოიხსნიდა კაცობრიობას კვლავ წოდვებისაგან. და წმინდა წერილში ჩვენ ვნახავთ, რომ მოციქულები არაერთხელ იმოწმებენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს. აი როგორც თქვა იმ წინასწარმეტყველმა, როგორც თქვა ამ წინასწარმეტყველმა, ანუ გვიდასტურებენ, რომ ნამდვილად რაც იმ წინასწარმეტყველს წინასწარმეტყველებმა თავის დროზე საუკუნეებით ადრე რომ ის ჭეშმარიტად ახტა და ასრულდა. როდესაც ჩვენ ძველ ახალ აღთქმას დავასრულებთ, ახალი აღთქმის დასრულებას საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება. უпростоრად მოდი მე ესე გეტყოდით რა, არ არის აუცილებელი დასრულება. თქვენ შეგიძლიათ თქვენი თვითსაც გაინტერესებთ ბიბლია მთელი სისავსით. თქვენ შეგიძლიათ პარალელურად იკითხოთ ძველი აღთქმას, ან მოყვეთ თქვა დაბადების წიგნიდან როგორ შეიქმნა სამყარო და ასე შემდეგ.
მოსეს ხუთწიგნეული, შემდეგ წინასწარმეტყველები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ნახავთ თქვენ ამას ყველაფერს, შეგიძლიათ გადახედოთ ბიბლიას და ნახოთ როგორი თანმიმდევრობით არის ძალაგებული იქ წმინდა წიგნები. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები, უმთავრესი და არსებითი არის ახალი აქტმა, იმიტომ რომ ახალ აქტმაში არის სწორედ ხსნა მოცემული თითოეული ჩვენთაგანისათვის, კაცობრიობისათვის. რაც შეეხება ახალ აქტმას, მოდი დავიწყოთ ჯერ თქვა თვითონ სიტყვა აღთქმა, რატო აღთქმა მაინც და მაინც. და რა აღთქმაზეა ლაპარაკი? რა იყო ძველი აღთქმა და რა არის ახალი აღთქმა? ძველი აღთქმა იყო ის, ჯერ სადაც რა აღთქმაზეა ლაპარაკი, უფლის მიერ დადებულ აღთქმაზე ადამიანების მიმართ. ძველი აღთქმა იყო უფლის მიერ აღთქმული კაცობრიობისათვის, რომ ცოდვი დაცემის შემდეგ ღმერთი არ გაწირავდა ცოდვი დაცემულ კაცობრიობას და აუცილებლად მოვლენდა ხსნელს. ეს ჯერ კიდევ ადამ და ევას უთხრა. როდესაც სამოთხიდან გამოდევნა, რომ თესლი დედაკაცისა შემუსრავს თავსა გველისასა, ანუ ეშმაკისასა. ანუ ელოდეთ ხსნელს, რომელიც განხორციელდება თქვენივე მოდგმიდან. იმიტომ რომ ეს კანონზომიერება არ უნდა დარღვეულიყო, რა კი ადამის მოდგმამ დაკარგა სასუფეველი, ადამის მოდგმიდანვე უნდა მოსულიყო ვიღაც, ვინც დაიბრუნებდა ისევ სასუფეველს. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს რომ ვერ შეძლო ვერც ერთმა ხორცელმა ადამიანმა შეძლო უკვე განკაცებულმა ღმერთმა, რომელიც იყო რაღაც საოცრება, ენით აღუწერელი და ადამიანის გონებისათვის დაუტევნელი, ამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, რომ ღმერთმა დაიმდაბლა ესე თავი. და ამ ხელა სიყვარული გამოავლინა თავისი ქმნილების მიმართ, რომ აი ესეთი სახით გამოიცნა მომთელი სამყარო. ეს იყო ძველი აღთქმა. დადგა მიჯნა, ხო? პირველი საუკუნე, საიდანაც იწყება ათულა, შემდეგ უკვე ახალი ერისა, ახალი წელთაღრიცხვისა, მოვიდა ამ ქვეყნად ქრისტემ ხსნელი და მოგვეცა ახალი აღთქმა. ახალი აღთქმა რაღა არის? ახალი აღთქმა იცით რა არის, რომ მოვიდა ქრისტე, იცხოვრა წმინდად, გამოიხსნა კაცობრიობა და დაგვიდო პირობა მოგცა აღთქმა, რომ თითოეული ჩვენთაგანი, ვინც შეუდგებით მის გზას, ვიცხოვრებთ ისეთივე ღირებულებებით, როგორითაც იცხოვრა მან. გავითვალისწინებთ ყველა იმ დარიგებას, ნათელს ვიღებთ მის სახელზე, რაც არის ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნათლის ღების შემდეგ იხსნება ჩვენთვის გზა სასუფეველისაკენ. როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, ჩვენ თანა დავეფლებით ქრისტესთან ერთად, ცოდვითა მოკვდა ერთ გზისო, რომელი იგი მოკვდაო. ხოლო რომელი იგი ცხოველარს ღვთისაო. ანუ ქრისტე მოკვდა, მაგრამ აღსდგა და ჩვენს ნათლობის დროს, აი სამჯერო შთაფლავს უდელი მოსანათლს წყალში, ეს არის სიმბოლო სამი დღე მიწაში ყოფნისა, უფლისა. ანუ ჩვენ ქრისტეს სიკვდილის სახელზე ვინათლებით, წყლით. და შემდეგ გრძელდება უკვე მეორე საიდუმლო, რომელსაც ეწოდება მირონცხება, ვინც არ იცის იმაც აყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ნათლობის დროს, ადამიანის ნათლობის დროს ორი საიდუმლო სრულდება, გადაბმულად. ნათლისღება და მირონცხება, სულ 7 საიდუმლო. და მირონცხების დროს მოგვენიჭება ბეჭედი სულისაწმინდის. ანუ თვითონ სულიწმინდა ის რაც ხდებოდა ადრე უფლის მიერ მოციქულებისადმი და მოციქულებისაგან სხვა ადამიანებისადმი ხელგასხმით ხდებოდა, ხელს დაადებდნენ, ილოცებდნენ და ესე გადადიოდა მათზე მადლი სულისაწმინდისა, თავად სულიწმინდა. ანუ ივსებოდნენ სულიწმინდის მადლით. აი ჩვენ ცოტა ხანში ვიზეიმებთ სულთმოფენობის ბრწყინვალე დღესასწაულს, იცით თქვენ რომ აგერ ზეგ იქნება ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული და შემდეგ იქნება უკვე სულთმოფენობა. აი ეს სულთმოფენობა არის გარდამტეხი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში. სულთმოფენობის დღე არის ეკლესიის დაბადების დღე. ამ დღეს დაარსდა ეკლესია. იმიტომ რომ ამ დღეს ინება უფალმა ყოვლადწმინდა სამების მესამე იპოსტასმა, როდესაც მეორე იპოსტასმა ძევთვისამ დაასრულა თავისი მისია ამ ქვეყანაზე, იცხოვრა, მოკვდა და აღსდგა და ამაღლდა, ხო? შემდეგ უკვე დადგა დრო მესამე იპოსტასის მისიისა. სულიწმინდისა და ეს მისია არ დასრულდება ვიდრე მეორედ მოსვლა. ანუ ყოველ ადამიანზე შესაძლებელია უკვე გადმოვიდეს სულიწმინდა ნათლისღების შემდეგ, ანუ აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ადამიანმა იგრძნოს სულიწმინდის მადლი არის ნათლისღება წმინდა ემბაში და მირონცხება სულიწმინდის ბეჭდით.
აი ამის შემდეგ უკვე ადამიანი ხდება ჭურჭელი ღვთისა. ეხლა რამდენად ღირსეული ჭურჭელი იქნება იგი და რამდენად გაამართლებს თავის ფუნქციას და დანიშნულებას, ეს მასეა დამოკიდებული, მაგრამ მოწოდებული ადამიანი ამისთვის არის სწორი. და მისთვის გზა ხსნილია. რამდენად შეიფერებს და გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ეს უკვე მასზე მის თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული თავიდან ბოლომდე. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენი გონიერება სწორედ იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ ავირჩიოთ ის რა ჩვენთვის სასარგებლოა და სწორია და არა ის რა ჩვენ დაგვიყვავს. ეს ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ უკვე და მივიღეთ სიკვდილი და ეხლა სიცოცხლე შემოვიდა ჩვენში და ეხლა გონიერება უნდა გამოიჩინოთ უკვე რომ სიკვდილი აღარ ავირჩიოთ და სიცოცხლე ავირჩიოთ. ანუ როგორც გითხარით, ახალი აღთქმა უკვე უფლის მიერ ადამიანთათვის დადებული მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ადამიანი, ვინც იცხოვრებს ისე, როგორც იცხოვრა უფალმა იესო ქრისტემ. და როგორ იცხოვრა უფალმა იესო ქრისტემ? აი ეს უნდა ვნახოთ ჩვენ სწორედ აი ამ ლექციის კურსში, რომელსაც ვიწყებთ ჩვენ დღეს. ანუ სახარების განმარტებაში. მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის და ბევრჯერ მისაყვედურია კიდევაც ისე მსუბუქად, რა თქმა უნდა. გულის დაწყვეტით, იმიტომ რომ აი ნამდვილად, აი რამდენი ადამიანის ხედავთ ხო ეხლა და კიდევ ეთი 5-6-ში თუ უფრო მეტი არა კიდე ამდენი ჩვენთან რელში დადის, ხო? შეიძლება 10 ამდენიც. მე ეს არ მიხარია რომ ვამბობ, მაგრამ ნამდვილად შემიძლია თქვა რა. იმიტომ რომ ასე თუ ისე დიდ ნაწილს გიცნობთ. თამამად შემიძლია თქვა, რომ თქვენგან დაახლოებით 3%-ს არ ექნება წაკითხული სახარება თავიდან ბოლომდე. და სიცხვილეა ეს ხალხი. ნამდვილად სიცხვილეა. არ შეიძლება რომ გერქვას ქრისტიანი. ამაყად უწოდებდე შენს თავს ქრისტიანზე, არ იცოდე შენთვის ჯვარცმული ქრისტეს ცხოვრება ამ ქვეყნიური. რომელიც არ არის დიდტანიანი და ვნახავთ ეხა ჩვენ რა. აი უბრალოდ წაკითხული მაინც რო არ ქონდეს, ეხა შეიძლება არ იცოდე განმარტებები, ეხა ჩვენ აქ ვნახავთ რომ საკმაოდ ნელი ტემპით წავალთ, იმიტომ რომ სულიერ განმარტებებს მიუყვებით, ანუ რას ნიშნავს ტრიქონებს შორის კითხვას ვისწავლეთ სახარებისას, ანუ მარტო ისე ბუკვალურად არ გავივლით სახარებას, არამედ ნიშნულობებს გავივლით, რომ რატომ ხდებოდა, რაში რა სულიერი შინაარსი ჩადო უფალმა თუ მახარებელმა, რომელიც წერს ამ ყველაფერს. მაგრამ ხო შეიძლება ისე მაინც კონდეს საკითხული, ხო? ინტერესის დონეზე, თუნდაც მოვალეობის გამო, რომ იცი რომ ქრისტიანი ხარ. და აი დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ნაწილს და მე აქ თქვენზე არ მაქვს საუბარი, ხოლო და აი ზოგადად საქართველოს ეკლესიის მრევლს ვეხები ამ შემთხვევაში რა. ძალიან დიდ ნაწილს უდიდეს უმრავლესობას არ აქვს საკითხული სახარება. მე აღარ ვლაპარაკობ საქმე მოციქულთაზე, აღარ ვლაპარაკობ მოციქულთა ეპისტოლეებზე. აი 4 თავზე მაქვს ლაპარაკი. მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე. აი ამ 4 სახარებაზე მაქვს ლაპარაკი რა. ის კი არა, ალბათ ძალიან მცირე მოიძებნება თქვენ შორის ისეთი ერთი სახარებაც კი რო ბოლომდე კონდეს საკითხული. თქვათ მათე, ან ლუკა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც იძულებით გასმენინებთ ხოლმე, ეს არის ხოლმე ისიც იმ შემთხვევაში, ვინც ესწრება ამას და ნუ დიდი ნაწილი სამწუხაროდ ვერ ესწრება, როდესაც ნების შვიდეულში ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს იკითხება ოთხივე სახარება. მაგრამ ნუ ისიც რაღაცა გაუაზრებლად ხდება თქვენს მიერ, იმიტომ რომ ძველ ქართულად იკითხება, წართქმით იკითხება და ბევრი რამის გააზრებას და ბევრი რამის მიყოლებას აზრისას ვერ ასწრებთ იქ. ამიტომ ჩემო კარგებო, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, უაღრესად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, აი მართლა სიცხვილეა მუსულმანმა გაგაჩეროს თქვა სიტყვაზე. ან იეღოველმა იცით და კარგად იციან წმინდა წერილი? აი სულ მუხლებით იციან რა. გვერდით, მუხლით, აი ესე დაგელაპარაკებიან რა. სიცხვილე არ არის. ეხლა რა თქმა უნდა იმათ გაუკუმართებულად იციან და არასორად აქვს ეს ყველაფერი ნათარგმნი და განმარტებული, მაგრამ ხო იციან. ხო გულმოდგინება რომ წაიკითხეს, მოусმინეს ვიღაცას, შეისწავლეს. და სიცხვილე არ იქნება, ეხლა ის რომ მუხლები დააგიწყოს ლაპარაკზე, შენ რო პირს დააღებ და მარტო ტრადიციებით რო დაუწყებ საუბარს, აი მე მართლმადიდებელი ვარ და დავით აღმაშენებელიც მართლმადიდებელი იყო. არ შეიძლება ეს. ეს ჩვენი სიცხვილეა. და რაც მთავარია, ჩვენ გვაზარალებს ეს ხალხი, ჩვენ, იმიტომ რომ როცა ჩვენი რწმენა არ არის გაცნობიერებული, ჩვენი რწმენა არის ძალიან მყიფე და ძალიან სუსტი. ნებისმიერ პატარა განსაცდელს, სულიერს თუ ხორციელს შეუძლია უცებ დაანგრიოს და დაარღვიოს მთელი ჩვენი რწმენა.
აი ეს ხელში შემოგვადნეს რა. დეშმაკი განსასწრებლებს დაგვაკლებს, როგორ გონიათ? არ დაგვაკლებს. ამის სპეციალისტია. ვინ საიდან დასცეს და ვინ საიდან დაანგრიოს. და მით უფრო ძლიერი ხარ, რაც უფრო გაცნობიერებულია შენ ერთმანეთს, აი რამდენჯერ მithქვამს, რომ როცა მარხულო, უნდა იცოდე რატომ მარხულო. შემთხვევით არ უნდა იმარხულო. და იმიტომ არ უნდა იმარხულო, რომ მოძღვარმა გითხრა ასე. იმიტომ არ უნდა იმარხულო, რომ შენი დაქალი მარხულობს. ან მამა შენი მარხულობს. არა. ამით შეიძლება დაიწყო, მაგრამ მე აუცილებლად უნდა გაიაზრო შენ თვითონ რა არის. იქნება რაღაც სისულელეა, კაცო. რატო ყვები სისულელეში? ჩაეძიე, გამოიკვლიე, შეეკითხე, რისთვის არის საჭირო, რატო არის საჭირო. რატო უნდა მოიკლო ის გემრიელი საჭმელი, ხო? აგერ ზაფხულის მარხები განსაკუთრებულად უჭირთ ხოლმე რა, იმიტომ რომ იქ ნაყინია, ტორტებია, ეს არის, აი, უჭირთ ძალიან რა. ხან ვინ მეტყვის მოვა აუგუშტში, მამა მარხვა დამიღო ნაყინი შევჭამე. რატო? აი, როცა იცი, აი მე რატო არ მერღვევ მართლა? იმიტომ რომ მე გააზრებული, თქვენს მაგარი კი არა, უბრალოდ გააზრებული მაქვს. რატო ვმარხულობ? თორე მე შემიძლია შევჭამ, აი ხათ შემიძლია ნებისმიერ რაღაც შევჭამო. აი თქვა ხვალ ხო არის მარხვა, შემიძლია, აი ხვალ დავდგე და ვჭამო ხორცი. მაგრამ რატო უნდა ვჭამო? როცა ვიცი რომ ეს მე დამაზარალებს. და როცა ვიცი მე რატომაც მარხულობ. რომ ის ჩემს სულს აწრთობს. მე მომტკიცებს ის, მე მჭირდება ის. ჩემთვის ხდება, მე არავის არაფერს არ ვამაგრე. მე მჭირდება ეს. ჩემი სული უნდა გაძლიერდეს, მე უნდა ვისწავლო თავშეკავება, მე უნდა ვისწავლო საკუთარი ვნებების და საკუთარი მინდას მოთოკვა. რომ სულვილები კი არ მართავდეს, არამედ მე ვმართავდე ჩემს სულვილებს და ვიმორჩილებდე მას. ამიტომაც არის რომ ყოლა დაუცილებელია რომ ადამიანმა გააზრებულად იცოდეს რას აკეთებს და გააზრებულად იყოს ქრისტიანი. ჩვენი ლექციების კურსები, ამაშალოსაც არაერთხელ ვთქვამს და მეც გავიმეორებ რა, რომ მთელი ჩვენი მონდომება და მისწრაფება მიმართულია იქითკენ, რომ თქვენ უფრო გააზრებული და განათლებული მრევლი იყოთ, ხო? სამი ეკლესია მაქვს მოვიდი და არსად არ ყოფილა არც ერთი. ხო, ჩემო კაკო. თხოვნა მექნება რომ ბოლოსკენ ცილა ჩემო საყვარელი ბოლოსკენ რეკომენტარები გასაგები. ეს თქვენი წყალობაა. ღმერთის წყალობა, ხო და რისი თქმა მინდა, იცით რომ აი ჩვენ აი რა გურჯის ეხლა ხელფას ვიღებ თქვენგან ვიღაცა რაღაცას გვირიცხავს თუ რა რატო მოვდივართ ხო რატო საუბრობთ რატო ვაკლებთ თუნდაც თქვათ ოჯახს დროს იმიტომ რომ სიყვარული გვამოძრავებს თქვენს მიმართ რომ თქვენ იყოთ უფრო მტკიცე მოწმუნეები თორე ხა ეს ყველაფერი ასნა თქვენ გელაპარაკებთ მე ვიცი კარგად მაგრამ თქვენ მინდა რომ იცოდეთ რომ თქვენ მინდა რომ გაიზარდოთ სულიერად ამისთვის გესაუბრებათ მამა შალვას მამა დავითის მამა ნიკოლოზის და თითოეული ჩვენთაგანი ამიტომ რა თქმა უნდა თქვენს ინტერესებშია თუ კი ხო აი თხოვნა მექნება ერთი ხო ანუ განსხვავება რა არის ანუ ძველი კურსისაგან ეხლა ჩვენ ყოველ სამშაბათს გვექნება უკვე ანუ ყოველ სამშაბათს 7 საათზე საღამოს აი ამ დროს მუდმივად ну თუ რაღაცა ისეთი განსაკუთრებული არ დაემთხვა გვექნება ჩვენ სახარების განმარტება და აი ეს უკვე რაღაცნაირად ჩაგვსვავს რეჟიმში რა იმიტომ რომ ის თვეში ერთხელ ძალიან ესეთი ამოვარდნილი ვარიანტი იყო რა და ამჯერად უკვე მივყვებით ესე საფუძვლიანად და გემრიელად და გვექნება ხოლმე 1 საათიანი კურსი ანუ ძალიანაც რო არ გადაიღალოთ თქვენ ძალიანაც რო არ მოვაკლდეთ დროს ანუ მე ვეცდები ხოლმე რომ 1 საათში ანუ ჩემთვის ეს უკვე კომფორტული იქნება იმიტომ რომ მე როდესაც ერთი თვის შუალედი მქონდა ხოლმე ნახევარ ლექციას ვანდომებდი ხოლმე იმ ძველის შეხსენებას რომ აი სად გავჩერდით რა გავიარეთ რაზე ვისაუბრეთ და მე ნახევარ ლექციის შემდეგ გადავდიოდი ხოლმე უკვე ახალ მასალაზე ასე ვთქვათ რა და ეხლა უკვე ესე აღარ იქნება ანუ ვინც ივლის და თქვენთვის ეს რა თქმა უნდა სასურველია ძალიან რომ იარო და არ გამოტოვოთ მე არ გავიმეორებ ხოლმე შეიძლება სულ ორი სიტყვით შევეხო ხოლმე იმას რაც ვთქვათ წინაზე ვისაუბრეთ ვიტყვით ხოლმე რომ აია გავჩერდით და ეხლა აქედან ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ხოლმე პირდაპირ თხრობას და შემდეგ შესაბამისად განმარტებას ხო, რაც შეეხება ახალ აღთქმას. ახალი აღთქმა დღეს, წინასწარ გეუბნებით, რომ ეს არის შესავალი ლექცია, ასე ვთქვათ, შემდეგი სამშაბათიდან დავიწყებთ უკვე უშუალოდ განმარტებას მათეს სახარებისას.
და პარალელურ ადგილებსაც მივყვებით ხოლმე. ანუ ხშირად არის და თქვენ ნახავთ ამას, რომ სახარებისეული თხრობა და რაღაც სიუჟეტები მეორდება გარკვეულ შემთხვევებში. ანუ მათე, მარკოზი, ლუკა, განსაკუთრებით ეს სამი მახარებელი და ნაწილობრივ იოანეც ერთმანეთს ავსებენ. არის ადგილები, სადაც შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ესე არ არის და ამას ჩვენ გავმარტავთ თავის დროზე, როცა მივალთ ხოლმე რა. პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსებენ. პირველ სამ მახარებელს, ანუ მათეს, მარკოს და ლუკას, პირობითად უწოდებენ სინოპტიკოსებს, იმიტომ რომ ისინი აღწერენ მოვლენებს, რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა. რაც შეეხება იოანეს სახარებას, იოანეს სახარება ყველაზე ბოლოს დაიწერა, იოანემ ასაკში დაწერა ის უკვე და დაწერა უკვე პირველი მწვალებლობების წინააღმდეგ. აი პირველი ცდელობების წინააღმდეგ, როდესაც უკვე დაიწყო გაუკუღმართება ღვთაებრივი სწავლებისა, აი მაშინ დაწერა, იმიტომაც არის, რომ იოანეს სახარება უკვე ღვთისმეტყველებით იწყება. იოანეს სახარება პირადად ჩემი ყველაზე უსაყვარლესი სახარებაა, ისე როგორც თვითონ მოციქული, ჩემი უსაყვარლესი მოციქული, მაგრამ ამას მე მოგვიანებით შევეხები ჩვენ. ჯერ აუცილებლად გავივლით სინოპტიკოსებს, ანუ მათეს, მარკოს, ლუკას, რომლებიც ავსებენ ესე ერთმანეთს თავიანთი თხრობით. და ვეცდებით, რომ აი ეს ერთი მთლიანობა, აი როგორც მცნებების განხილვის დროს გავაკეთეთ აქცენტი იმაზე, რომ ერთ კარგაზე, ერთ ძაფზე აცმული ათივე მცნება და თითოეული მცნება თავის თავში ათივეს გულისხმობს, ხო? აი ესე მივყვებით ჩვენ სახარებისეულ თხრობასაც, ანუ ესე პარალელურ ადგილებს აუცილებლად განვიხილავთ ხოლმე, თქვათ, როცა იქნება რომელიმე კონკრეტულ თხრობასთან დაკავშირებით საუბარი და თქვათ იგივე პასაჟზე იქნება თქვათ რაღაცა გარკვეული მონათხრობი სხვა მახარებლებსაც, იმასაც აუცილებლად შევავსებთ და განვიხილავთ ხოლმე რა. ანუ რო არ დავტოვოთ ისე მის გარეშე, ყურადღების გარეშე, რომ თლიანობაში განვიხილოთ ყველა სახარება. ანუ ახალი ათმა შედგება 4 სახარებისგან: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. შემდეგ ამას მოსდევს უკვე საქმე მოციქულთა, რომელიც არის ასევე ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი, ესეც მინდა იცოდეთ. ამათგან ლუკა და მარკოს მოციქულები იყვნენ მოციქულთა მოციქულები. 70-თაგანი იყვნენ ისინი. ანუ ისინი არ იყვნენ 12 მოციქულთაგანი. მათე და იოანე იყვნენ 12 მოციქულთაგანი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლუკას ან მარკოზის სახარება რაღაცი თქვა დავაკნინოთ ჩვენ და თქვა რაღაცა ცოტა ისე შევხედოთ რა. ესე არ არის, ანუ თანაბრად მნიშვნელოვანია ოთხივე სახარება. აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე, 4 სახარება, შემდეგ მოსდევს ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი საქმე მოციქულთა, შემდეგ არის ეპისტოლეები. საქმე მოციქულთა რა არის? საქმე მოციქულთა არის თხრობა ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ, რას აკეთებდნენ მოციქულები. ანუ აქ არის ლაპარაკი ზოგადად ყველა მოციქულზე. საქმე მოციქულთაში და უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. ეხლა შეიძლება ბევრი ვიცი მე, იგივე სემინარი აკადემიის პერიოდში, ბევრი ადამიანი არ კითხულობდა ხოლმე საქმეზე, თითქოს რატომღაც რაღაც ისეთი გზნობა ქონდათ რა. აქაც რაღაც ეშმაკის ტყუილია ჩასაფრებული, რომ ეხლა ქრისტე რო აღარ ფიგურირებს ცოცხლად, ასე ვთქვათ რა. რაღაც ეგონათ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი აღარ იყო, წასაკითხათ რა. და ამ დროს კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქმე მოციქულთა ეს უკვე სულიწმინდის ეპოქაა. და უაღრესად მნიშვნელოვანია. აი იქიდან იწყება ეკლესია და მოდის დღემდე და გაგრძელდება ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. უაღრესად მნიშვნელოვანია, აი როგორ ყალიბდებოდა პირველი ეკლესია, როგორ ქადაგებდნენ მოციქულები, რა წინააღმდეგობა ხდებოდათ მათ, ვინ იღებდათ, ვინ არ იღებდათ, როგორ ტანჯავდნენ, როგორ აწვალებდნენ, როგორ ყავდათ საპრობილეში და ასე შემდეგ. ეს არის თხრობა ამის შესახებ. დაახლოებით სახარების მოცულობის ხელაა საქმე მოციქულთაც. შემდეგ მოდის უკვე მოციქულთა ეპისტოლეები. რამდენია მოციქულთა ეპისტოლე, ესეც ვთქვათ. 1 პეტრე უკაცრავად 2 პეტრე მოციქულის ეპისტოლე, 1 იაკობ მოციქულის ეპისტოლე, 1 იუდა მოციქულის ეპისტოლე, ოღონდ ეს არ გახლავთ ის იუდა, რომელიც თქვენ გონიათ, ისკარიოტელი, იმიტომ რომ ისკარიოტელს ეპისტოლე არ დაუწერია, მან თავი მოიკლა, მასზე სულიწმინდის მადლი არ გადმოსულა. მისივე არასწორი არჩევანის გამო სამწუხაროდ. იოანე მოციქულის 3 ეპისტოლე
და განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ შემდეგ პირველ ეპისტოლეზე, რომელიც არის აუცე სიყვარულის სადიდებელი და ჩემი უსაყვარლესი ეპისტოლე იოანე მოციქულისა და პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე. პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე, პავლენი, ესეც კი ეწოდება, მას ანუ ეს ცალკე წიგნია კიდე უზარმაზარი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და თქვენ იცით, რომ პავლე მოციქული იესო ქრისტეს სოცლად არ მოსწრებია. უпроსორად კი მოესწრო, მაგრამ მისი მოციქული არ ყოფილა სიცოცხლეში. ანუ მას სოცხლად არ იცნობდა პავლე მოციქული. მაგრამ განსაკუთრებულ ჭურჭლად ყავდა გამორჩეული უფალს იგი, განსაკუთრებულ ჭურჭლად იცოდა რა მისი შესაძლებლობები თუ როგორ დიდ სამსახურს გაუწევდა იგი ქრისტეს ეკლესიას. ერთადერთი განსწავლული და განათლებული ადამიანი მოციქულთა შორის გახდათ პავლე მოციქული, რომელიც რომის მოქალაქეც გახდათ, ამის გამო ის თავის მოკვეთით დასაჯეს და ეს თავის მოკვეთა საპატიო სიკვდილად ითვლებოდა და მხოლოდ რომის მოქალაქეების წილხვედრი იყო. პავლე მოციქულის ეპისტოლეებს ჩვენ კიდე ცალკე ძალიან დიდ დროს დავუთმოთ, როდესაც გადავალთ ამაზე. მაგრამ ნუ მანამდე მივავთ. ანუ ცალკე თემაა აბსოლუტურად პავლე მოციქულის ეპისტოლეები. ეს არის სიბზნის უკიდეგანო უფსკრული რა. აი ვერ ამოვწურავ. მე რამდენჯერაც ვკითხულობ, იმდენჯერ გაოცებული ვარ ხოლმე. აი ვინ არ წამიკითხავს ხო ახლა იმის შემდეგაც. უამრავი ფილოსოფოსი, უამრავი მოაზროვნე, უამრავი წმინდა მამა ხო? აი ყველა მათგანი დამიჯერეთ ხალხო, პავლე მოციქულით იკვებება. აი იმ სიბზნით იკვებება, რაც უაღრესად ლაკონურად და უაღრესად ბრძნულად აქვს გამოთქმული პავლე მოციქულის თავის ეპისტოლეებში. ეს არის საოცრება. და იოანე ოქროპირს აქვს კიდე საოცარი განმარტებები პავლე მოციქულისა, რომელსაც გადმოცემის მიხედვით და იოანე ოქროპირის მომთხრობელის მიხედვით თავად იოანე ოქროპირი კარნახობდა მას. უკაცრავად პავლე მოციქული კარნახობდა იოანე ოქროპირს. როგორც იხილა იოანე ოქროპირის მოწაფემ, როდესაც შეიხედა ჭუჭურტანაში. და აინახა რომ ვიღაც კაცი ერგა და ყურს ჩარჩუჩულებდა რაღაცას იოანე ოქროპირს და იოანე წერდა. და თქვენ ადვილად არწმუნდებით ამაში, როდესაც გადავალთ ამ ეპისტოლეების განმარტებაზე და განხილვაზე. სულ თლიანობაში ხო, და დამოვიწყდა. ბოლო წიგნი ახალი აღთქმის ეს გახლავთ აპოკალიფსი, რომელიც ასევე იოანე მოციქულს ეკუთვნის, იოანე მახარებელს, რომელიც მან კუნძულ პატმოსზე გადასახლებისას დაწერა, ისიც თავისი სიცოცხლის მიწურულს უკვე ასაკში შესულმა, ანუ დაწერა რა, დაწერა ის, რაც მან იხილა. აპოკალიფსი გამოცხადება ნახა მან უფლისა, უკვე სულ სხვა სახით, თქვენ იცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი უფალი სხვადასხვა სახით ეჩვენებოდა მოციქულებს და აბსოლუტურად სულ სხვა სახით ეჩვენება ბოლოს იოანე მოციქულს. ესეთი ძალიან დიდებული და შემზარავი სახით შიშის ზარი დაეცემა თავიდან იოანე მოციქულს და შემდეგ, როდესაც მოისმენს უფლის სიტყვას, დამშვიდდება. მისი ხმაო როგორც ხუხილიო ისე გამოდიოდაო მისი პირიდან. აპოკალიფსი, იცით თქვენ რომ ეს არის წიგნი საბყაროს აღსასრულის წინასწარ მეტყველებასთან დაკავშირებით. ანუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რა მოვლენები უნდა უძღვდეს წინ ქრისტეს დიდებით მეორედ მოსვლას. ანუ იმას, რასაც ველოდებით ჩვენ თითოეული ქრისტიანი, რაც გვაქვს გამოთქმული ჩვენ წამსში, ბოლო წევრში, წამსისა, რომელიც ვეუბნება რომ მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისამი საუკუნისესა. აი სანამ ეს აღდგომა მკვდრეთით და ცხოვრება მერმისამი საუკუნისა დაიწყებოდეს, აი მანამდელ მოვლენებს, რა მოვლენები უძღვის ამ ყველაფერს, აი ამას შეგვახსენებს ჩვენ აპოკალიფსი. მაგრამ ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ძალიან დაშიფრულად, ძალიან იგაურად. აპოკალიფსი არის ურთულესი წიგნი, რაც კი არსებობს სამყაროში. ვინც კი ოდე, ვისაც კი ოდესმე რამე დაუწერია. რომელიც მინდა გითხრათ, რომ აი დროის ქრონოლოგიას არ ემორჩილება. შეიძლება ის, რაც მერე უნდა მოხდეს, ეწეროს წინ და ისაც მანამდე უნდა ყოფილიყო, ეწეროს შემდეგ. ამიტომაც ძალიან დიდი სიბზნე გჭირდება და უამრავი წმინდა მამა საერთოდ ხელს არ კიდებდა აპოკალიფსის განმარტებას.
სულ 1-2 განმარტება არსებობს აპოკალიფსისა. სხვა შორის მე ადრეს მიხსენებია თქვენთვის ისააკ ნიუტონს, რომელიც უდიდეს ფიზიკოსი გახდა, იცით თქვენ. დაწერილი აქვს თავისებური განმარტება აპოკალიფსისა, საკმაოდ საინტერესოა სხვა შორის. უბრალოდ ნუ ეხა ის თავისი ხედვით და თავისებურად აქვს ეს რაღაც თავისი მიგნებები დაწერილი. მაგრამ სანამ ჩვენ აპოკალიფსამდე მივალთ, მანამდე ბევრი წყალი ჩაივლის ძალიან დამიჯერეთ და უფრო მეცაც გეტყვით. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემო ძვირფასო. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და აქტუალურია ჩვენთვის ის ყველაფერი, გავიაზროთ რა გვითხრა და რა გვასწავლა განკაცებულმა ძევთვისამ, რა გზა დაგვისახა ჩვენ ცხოვნების, ანუ როგორ უნდა ვიაროთ იმისათვის, რომ ჩვენც დავიმკვიდროთ სასუფეველი უფლისა. ახალი აღთქმა სულ მთლიანობაში რაც გითხარით მოიცავს 27 წიგნს. 27 წიგნი გახლავთ აპოკალიფსი. ბარემ ეხლავე გეტყვით წინასწარ, იმიტომ რომ რაკი ჩვენ მათეს სახარებით და ქრისტეს გენეალოგიით დავიწყებთ, რომ მათეს სახარება არის ერთადერთი სახარება, რომელიც არის დაწერილი არამეულ ენაზე, რომელზეც საუბრობდნენ ძველი ებრაელები, იმდროინდელი ებრაელები და დაიწერა უშუალოდ ებრაელებისათვის. ყველა სხვა სახარება, სამივე სახარება დაწერილი არის ბერძნულ ენაზე. თავიდანვე. ერთადერთი არის დაწერილი ძველ ბერძნულზე. ერთადერთი არის არამეულ ენაზე დაწერილი მათეს სახარება. და ამას ჩვენ ყველაფერს ნელ-ნელა მივყვებით და ნელ-ნელა შევხედავთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, რამდენად სასიცოცხლო და აუცილებელია ჩვენთვის ამ ყველაფრის ცოდნა და გააზრება და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ანუ მთელი ჩემი აქცენტი გადატანილი იქნება სულიერ შინაარსზე, რომ აი მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის, როდესაც კითხულობ წმინდა მამათა ცხოვრებას, მათ ნააზრევს, სახარებას, წაიკითხეთ არა მხოლოდ როგორც რაღაცა მხატვრული ლიტერატურა და რაღაცა საინტერესო მონათხრობი, არამედ როგორც სიცოცხლისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ყოველი სიტყვა. ეს ცხოვრების წიგნია, ხალხო. ეს არ არის წიგნი, რომელზეც შეგიძლია თქვათ, რომ წავიკითხე და შემოვდე თაროზე. არა. ეს არის წიგნი, რომელიც მარადიულად უნდა იკითხო. შეუძლებელია, რომ სახარება როდესმე წაიკითხო და მორჩეს ამით და დამთავრდეს. ძალიან ბევრჯერ მაქვს საკითხული სახარება, მაგრამ რამდენჯერაც ვკითხულობ, იმდენჯერ უფრო ახალი და ახალი სიღრმით იხსნება ჩემ წინ და მე გითხარით კიდევაც აი რომელიღაც გადაგებაში ვახსენე ბოლოს, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, გულწრფელად გეუბნებით. აი გულწრფელად გეუბნებით, რომ წამიკითხავს ხოლმე, ვთქვათ, რაღაცა სტრიქონები, რაღაცა ეპიზოდი და მქონია შეგრძნება, რომ პირველად წავიკითხე მე ეს სტრიქონები. იმიტომ რომ პირველად მაშინ შემოვიდა ჩემში, პირველად მაშინ გავიაზრე ბოლომდე. არა და ზუსტად ვიცი, რომ მილიონჯერ შეიძლება მქონდეს ის გადაკითხული. მოყოლილით შეიძლება ვიღაცისთვის, მაგრამ აი ისე რომ შემოვიდეს და გაცოცხლდეს ის სიტყვები შენში და აი ეს არის ჩემი მიზანი, ჩემო კარგებო, აი ეს არის ჩემი მიზანი, ეს იქნება მთელი თხრობის განმავლობაში და მთელი ციკლის განმავლობაში ჩვენ რო გავყვებით, რომ თითოეული სახარებისეული თხრობა, თითოეული სიტყვა გაცოცხლდეს ჩვენთვის. რომ ჩვენ თანამონაწილე გავხდეთ სახარებისეული მოვლენებისა. უფალთან ერთად ვიაროთ, უფალთან ერთად განვიცადოთ ის სიცხე, უფალთან ერთად დავიღალოთ, უფალთან ერთად მოგშვიდეს, უფალთან ერთად გავიაროთ ყველა ის განსაცდელი, რომელიც მას მოუწყო იმ სატანამ, როდესაც 40 დღეში მშილობდა. უფალთან ერთად გვიხაროდეს, უფალთან ერთად ტიროდეთ, როდესაც ლაზარეს ხედავს. უფალთან ერთად შევიდეთ ტაძარში და ვნახოთ მასთან ერთად იქ მსყიდველები და გამსყიდველები. მოვისმინოთ მის ქადაგებას. გავიაზროთ მის მიერ ბრძნულად ნათქვამი იგავები. მოციქულებთან ერთად გავხდეთ მოწმე ყველა იმ სასაულისა, რომელიც მან აღასრულა ამ ქვეყანაზე მყოფმა. მოციქულებთან ერთად გავიზარდოთ ნელ-ნელა ადამიანიდან ღმერთის შემეცნებამდე. აი ეს არის ჩემი მიზანი, აი ამას ემსახურება და მოემსახურება ღვთისმადლით და ღვთისწყალობით ღმერთის შეწემით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი აუცილებლად ხელს მოგიმართავს ამ საქმეში, იმიტომ რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისათვის. ჩემთვისაც, არა მხოლოდ თქვენთვისაც, იმიტომ რომ ჩემთვისაც აი ისევე როგორც მცნებებთან დაკავშირებით გეუბნებოდით, ხო? თითოეულ მცნებაზე საუბრისას მე უპირველეს ყოვლისა ჩემ თავს ვესაუბრებოდი და ეხლაც
აი ყოველი საუბრის შემდეგ, აი მე თვითონაც ვიწევ ჩემს საუბარს, იმიტომ რომ მე თვითონ ვისმენ ხოლმე მე ამას, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრ ისეთ რაღაცას ვამბობ და მათქმევინებს ღმერთი. რაც შეიძლება მე თვითონ საუბრის დროს ვერ გავიაზრო და მე ვიაზრებ. ამიტომ უსმენ მე. და ხვდები რომ ეს რაღაცა მე არ ვილაპარაკე, მე რაღაც ვიღაცამ მალაპარაკა, უფალო მალაპარაკა. ამიტომ ვიცოდეთ რომ ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვისაც და თქვენთვისაც და ძალიან დიდი ყურადღებით და ძალიან დიდი სიფხიზლით მოეკიდეთ ამას ყველაფერს. აი ეს იყო ის რაც მინდოდა თქვენთვის შესავალი სახით მეთქვა, ახალ აღთქმასთან დაკავშირებით, ზოგადად წმინდა წერილთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაზე ჩვენ დავიწყებთ ძალიან საფუძვლიან და ისეთ გემრიელ საუბარს და განმარტებებს წმინდა მამების მიხედვით. ხო, რა მინდა გითხრათ, რომ ანუ როგორი იქნება ეს ჩვენი კურსი, ანუ როგორი სტრატეგია მექნება მე. მე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი განმარტება მაქვს წაკითხული, მოსმენილი, სხვადასხვა სერიოზული ქადაგებლებისაგან და ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა რაღაცა ჩემი პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება, ჩემი ხედვაც, რამ რომელიც უშუალოდ თქვათ ინება უფალმა რომ მეც რაღაცას მივხვდარიყავ და ჩამწვდარიყავ ამ ყველაფერში და აი ჩემს პრიზმაში გარდატეხილს აი ამ ყველაფერს ერთად შევეცდები რომ ძალიან დაალაგებული და არადამღლელი და სასიამოვნო მოსასმენი იყოს ხოლმე თქვენთვის მოგაწვით ხოლმე ამ ყველაფერს. ანუ იქ ვახსენებ ხოლმე ხანდახან რა თქმა უნდა იქ ივანე ოქროპირის, თეოფილაკე ბულგარელს, სხვადასხვა მამებს, რომლებსაც აქვთ რაღაცა დაწერილი განმარტებები, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ერთ მთლიანობაში. ანუ ჩემს მიერ ეს ყველაფერი როგორ არის გააზრებული, აი ამ ყველაფერს მოგაწვით თქვენ. და აი არ ვიცი უბრალოდ როგორ გადავანაწილო ეს პერიოდი უკვე შეიძლება ესე გავაკეთოთ რომ 1 საათიანი იყოს ხოლმე თქვა თვითონ უშუალოდ აი ეს ჩემი ლექცია და შემდეგ შეიძლება თქვა შეკითხვებისთვის დავტოვოთ ხოლმე თქვა 1-20 წუთი თუ იმეს რაღაცა, იმიტომ რომ ესეც მნიშვნელოვანია ძალიან. რომ შეკითხვების პერიოდი ჩვენ აუცილებლად დავჭირდება, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა იქნება გაურკვეველი, ხა შეიძლება თქვა თვითონ თხრობის დროს ვერ შემაწყვეტინოთ, არადა დაგაინტერესოთ რაღაცა. და მე ვერ შევძლო თქვენთვის პასუხის გაცემა და აი ამისათვის გვექნება მე ის რაღაცა შეკითხვების დროს აუცილებლად მოვიტოვოთ დაახლოებით 1-20 წუთს, შეიძლება 9 საათს, რომ აი იმ პერიოდში უკვე თქვენს რაღაც შეკითხვას უპასუხო, ну, რაც შეიძლება თქვა ისე ლაკონურად და ამოწურავად. აი ეს იყო ის, რაც მე დღეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და თქვენ თვითონ ძალიან გამახარებთ თუ კი მოინდომებთ. შეგიძლიათ უთხრათ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს და აინტერესებს, ჩვენ არ დაგვამძიმებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მთავარია იყოს წესრიგი და მოსმენა აქ და ყველაფერი იქნება ღვთისმადლით ისე, რომ ჩვენი სული გაიზარდოს და წარემატოს ღვთის სიტყვის შემეცნებაში. დაგლოსოთ ღმერთმა გაგახაროთ მადლი და წყალობა.